გამარჯობა, მე ვარ თაკო ბასილია, ეს wellness პოდკასტია ჯანსაღყვებაზე, მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. დღეს ჩემი თემა არის თამბაქოზე დამოკიდებულება და ჩვენი სტუმარია გიორგი ბახტურიძე, თამბაქოზე დამოკიდებულების და შეწყვეტის სპეციალისტი. გამარჯობა, გიორგი. გამარჯობა თაკო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს პოდკასტში. დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ამ თემით და გსურთ ამ თემაზე საზოგადოებას თქვენი არხის საშუალებით ვესაუბროთ. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემა, იქედან გამომდინარე, რომ საკმაოდ მაღალია ჯერ კიდე თამბაქოზე დამოკიდებულება მთელ საზოგადოებაში. მათ შორის ტენდენცია არის უკვე ქალებში მზარდია ეს ასე ვთქვათ დამოკიდებულება და წინა პლანზე ახლა წამოვიდა კიდე ახალი ტიპის პროდუქტები, ეს გასახურებელი თამბაქოს პროდუქტი, ელექტრონული სიგარეტი და ამაზე, ამ პროდუქტებზე თავისი დანებების კუთხით შეგვიძლია რაც ტელეარხით და თქვენი არხით შეიძლება რომ უთხრათ და მოუწოდოთ ჩვენს მაყურებელს, მივცეთ შესაბამისი რჩევები და რეკომენდაციები. კი ბატონო. მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ ესე ცნობილია ზოგადად, რომ ძალიან რთული არის თამბაქოზე თავის დანებება. და აი რას გვეტყვით, აი რატომ არის ნიკოტინ დამოკიდებულება ესეთი მიჩვევადი. ერთგვარი ესე რომ ვთქვათ მითებს შორის არის რომ ძალიან რთულია. მე ასე ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ ასობით პაციენტის გაუვლია ჩემს ხელში, თუ მეტი არის 1000-ობით თუ არა, 2008 წლიდან ამ კუთხით მუშაობ და შესაბამისად ვერ ვიტყვი, რომ რთულია დანებება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოტივირება ჩვენზე არის იმ მსოფლიო გამოცდილების გაზიარება ამ ადამიანებისთვის და ინდივიდუალური მიდგომის და სქემის შერჩევა და მე აბსოლუტურად მცირე ძალისხმევითაც კი შესაძლებელია მთელი ცხოვრების განმავლობაში აღარ დაუბრუნდე ამ დამოკიდებულებას. ეხლა თქვენ რასაც ამბობთ, რატო არ რთული, თუ მაინც ხო ცნობილი რატოა. ნიკოტინი არის უძლიერესი ნარკოტიკი. მოდი აქედან დავიწყოთ. ჰეროინის და კოკაინის შემდგომ მოდის დამოკიდებულების სიძლიერით, მერე მოდის ალკოჰოლი ამ სიაში, მერე მოდის მარიხუანა და სხვა დანარჩენი ნარკოტიკები. ეხლა ჩვენ სხვა თემებზე სასაუბროთ არ მოვსულვართ, არც ალკოჰოლს და არც მარიხუანას შევეხებით, მაგრამ რაც შეეხება თამბაქოს, როგორც გითხარით, მიჯაჭვულობას მაღალს იწვევს, მაგრამ ფიზიკური მიჯაჭვულობის დაძლევა რამოდენიმე კვირაში შესაძლებელია. ამას უკვე მერე ჩვენ ნელ-ნელა გავეცნობთ. ჩაგეკითხებით. ნიკოტინის გამოდევნა ორგანიზმიდან, ხო? კი ბატონო, ნიკოტინის გამოდევნა ორგანიზმიდან. ნიკოტინის ნახევრად დაშლის პერიოდი არის 2 საათი, საშუალოდ 2 საათში ერთხელ უნდება ადამიანს, ასე ვთქვათ, მოწევა, რომ შეავსოს, 50% მეტი რეცეპტორების, როცა გამონთავისუფლდება ნიკოტინისგან, თავის ტვინიდან გამოვა, ვთქვათ, ნიკოტინი, იმ წუთში თავის ტვინი იძლევა სიგნალს, რომ მომაწოდე ნიკოტინი და იწყება შფოთვა და ადგილს ვერ პოულობს ადამიანი, რომ მოძებნოს და რამენაირად, ესე ვთქვათ, დაიკმაყოფილოს ეს მოთხოვნა, ეგრეთ წოდებული ლომკა. რასაც აღკვეთის სინდრომს ვეძახით ჩვენ, მაგრამ ამაზე მომდენო, ესე ვთქვათ, თემაზე ვისაუბროთ. ეხლა გეტყვით, რა ტიპის დამოკიდებულებებს იწვევს თვითონ ნიკოტინი. ნიკოტინზე დამოკიდებულება, თამბაქოზე. თამბაქო იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქტია, რომელიც შეიცავს ნიკოტინს, ხო? გვაქვს 4 ტიპის, ძირითადად 4 ტიპის დამოკიდებულება. აქედან პირველია, როგორც თქვით, ნიკოტინზე, როგორც ძლიერ ნარკოტიკზე მიჯაჭვულობა, მაგრამ ეს რამოდენიმე კვირის საკითხია, რომ მოვაგვაროთ. მეორე გახლავთ ქცევითი მიჯაჭვულობა, ეს მოტორიკა, მოძრაობა, რასაც მწეველი ახდენს დღის განმავლობაში ამ პროდუქტის მოსახმარებლად, ხო, მოსაწევად. ეს არის ასობით მოქმედება, ხო? ჯიბიდან ამოღება სიგარეტის, მერე გახსნა კოლოფის, მერე ამოღება მღერის, მერე ჩადება პირის ღრუში, მერე უკვე ანთება და მერე ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ხო, მთელი მოქმედება ხელის პირის ღრუს და ასე შემდგომ. რიტუალია კი. და ხშირად უკვე როცა ძლიერი დამოკიდებულება აქვს ადამიანს, არც აცნობიერებს ისე ხდება ხოლმე კოლოფიდან ამოღება და მოწევა. ეს უკვე რთული ფორმებია, რა თქმა უნდა, დამოკიდებულების. მესამე ფორმა გახლავთ ფსიქიკური დამოკიდებულება, ოღონდ ამ ფსიქიკურში გვაქვს 2 მიმართულება. ერთი არის განწყობებთან დაკავშირებული, მიხარია ვთქვათ, მოწყენილი ვარ, სტრესი მაქვს, ან რაღაც წარმატებას მივაღწიე, ყველა ამ პროცესს დადებითი ეს თუ არ ყოფითი, აღნიშნავ მე ამ, ასე ვთქვათ, მოწევის პროცესით. ეს არის უკვე ფსიქოლოგიური დამოკიდებულება.
ამ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულების მეორე ნაწილი გახლავთ უკვე ამას ვეძახით ჩვენ გარკვეულ ჯაჭვებს. მაგალითად ასოციაციები. როდესაც ერთი ტიპის პროდუქტის მოხმარება მიკავშირდება და ასოცირებას მიხდენს თამბაქოსთან. მაგალითად ყველაზე ესე ვთქვათ უცებ რა შეიძლება რომ გაგახსენდეთ. ყავა და თამბაქო მაგალითად, ხო? ან ვთქვათ ყვების შემდეგ ყვების გემრიელად. შემდგომ თამბაქო და ან ხო სხვადასხვა პროცესი, ალკოჰოლი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ დუნდება. ორგანიზმი კონცენტრირებას ვერ ახდენ შენი ასე ვთქვათ ნებელობის და შესაბამისად უფრო მეტი ალბათობა რომ ამ შემთხვევაში მოწიო. აქ ანუ ამ შემთხვევაში გვაქვს კონკრეტული ჯაჭვები, რომლებიც უნდა ჩაიხსნას და ამ ჩახსნისთვის არსებობს თავისი ესე ვთქვათ მეთოდები. რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ, რომ ამ წინააღმდეგობებს და ბარიერები გადავლახოთ. ამისთვის მთელი მეთოდები არსებობს და არ არის რთულად შესასრულებელი, მოკლედ იმის თქვა მინდა. ეს სამი ჩამოვთვალეთ და მეოთხე არის სოციალური მწეველობა. კი ბატონო. როდესაც ადამიანი ხშირად არ მოიხმარს თამბაქოს პროდუქტებს, როცა თამბაქოს პროდუქტებს ვამბობ, ამ შემთხვევაში გულისხმობ ასევე ახალ პროდუქტებსაც, ელექტრონულ სიგარეტსაც და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებსაც და მათ შორის ჩილიმსაც. ყველაფერს გულისხმობ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ თითოეული მათგანი იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას, იმიტომ რომ ნიკოტინი განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით არის გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებში და ელექტრონულ სიგარეტებში. და ელექტრონული სიგარეტი რატოა კიდევ უფრო საშიში ამ და განსაკუთრებით ბავშვებისთვის ამას ცოტა მომდევნო პერიოდში ვიტყვი. სოციალური არის, როცა მეგობრების, ახლობლების წრეში იკრიბები და ყველა ეწევა და ნუ ახლა შენ წაბოლებ რა ეწევი. ეგ არის ნაცნობი ჩემთვის, რომელსაც დავანება წლებია და აღმოჩნდა რა, გეტყვით. ესე იგი, პირველი დამოკიდებულება ვთქვით ნიკოტინზე, ფიზიკური დამოკიდებულება, სადღაც მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში შეგვიძლია რომ დავძლიოთ. რაც შეეხება ქცევით და ფსიქოლოგიურს, დაახლოებით ჭირდება 1 წლიანს. ეს საშუალო სტატისტიკურად გამოთვლილია 1 წლიანი ძალისხმევა. ოღონდ როგორც გითხარით, არა ისეთი დაძაბული. ეს შეიძლება 1-2 კვირა თავიდან ცოტა ისეთი უფრო რთული იყოს, მაგრამ მე უკვე საკმაოდ მსუბუქად მიდის პროცესი და მცირე წინააღმდეგობებით საკმარისია, რომ შეინარჩუნო არა მწეველობა. აღმოჩნდა, რომ სოციალური მწეველობა უფრო რთულად დასაძლევი ყოფილა და დაახლოებით 2 წელი ჭირდება. ეს არის ადამიანის თვითდარწმუნება, რომ აი მე ნებისმიერ დროს შემიძლია გადავაგდო და როცა უკვე ეს მომენტი დგება, ვერ აკეთებს, რთული ხდება. ანუ ალბათურად ეხა მე არ ვამბობ პირადად თქვენზე რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში ეს არის უკვე სამეცნიერო კუთხით შესწავლილი და დადგენილი, რომ ამასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, როდესაც ნახეთ პაციენტი ჩვენ პირისპირ დგება, ან სატელეფონო საუბარი გვაქვს, ან ასე შემდგომ, თამბაქოზე დამოკიდებულება ეს არ არის გრიპი. რომელსაც კონკრეტულ საშუალო სიცხე ვთქვათ, ხო? გვაქვს ტემპერატურის მატება, ვიღებთ რაღაც წამარს და მაშინვე ვატყობთ ეფექტს. როგორც გითხარით, იქედან გამომდინარე გვაქვს, რომ აქ გვაქვს სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულებებთან საქმე. პირველ რიგში მიდის ამაზე საუბარი პაციენტთან, ვაანალიზებთ მის მდგომარეობას, როდის დაიწყო, რამდენ ხანს ეწევა, რამდენს ეწევა, ქონია თუ არა მცდელობები მოწევის შეწყვეტის, რამდენი ხნით დაუნებებია თავი და ასე შემდგომ. ამ ყველაფერს აქვს დიდი მნიშვნელობა. დაახლოებით 1 საათნახევარი მჭირდება მე წინასწარი დიაგნოსტიკისთვის, რომ გამოვიკვლიო კონკრეტულად რასთან არის ასოცირებული და დამოკიდებული კონკრეტულად ამ პიროვნების, ამ პროდუქტზე ვთქვათ დამოკიდებულება და იმის მიხედვით უკვე შესაბამისად ვურჩევთ ხოლმე, რა თქმა უნდა, არის ზოგადი პრინციპები, რომელსაც დღესაც ვიტყვით და არის კონკრეტული ინდივიდუალური, რომელსაც უკვე ინდივიდუალურად პაციენტებს ვეუბნებით და ვურჩევთ. ხო. ამიტომ ამ შემთხვევაში წარმატების გასაღები, მოდი ასე ვთქვათ, თვითონ ადამიანშია. მე ვეხმარები, როგორც სპეციალისტი, უზიარებ მილიონობით ადამიანის გამოცდილებას, რომლებმაც წარმატებით და თითქმის სიცოცხლის ბოლომდე დაანებეს თავი. რატო ამბობ თითქმის სიცოცხლის ბოლომდე? იმიტომ რომ ეს არის ქრონიკული დაავადება. როგორც ნებისმიერი ადიქცია, შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე გქონდეს რემისია და არ დაუბრუნდე ამ ჩვევას, მაგრამ რეციდივებისგან არ ვართ დაზღვეული, ანუ უკან დაბრუნებისგან არ ვართ დაზღვეული. ხო. ამიტომ ამბობ, რომ აი ყურადღებით უნდა ვიყოთ განსაკუთრებით პირველი 2 თვის განმავლობაში, ხო? და მე უკვე ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, უნდა ვაკონტროლოთ სიტუაცია და მცირე ძალისხმევით თუ 1 წლიან ბარიერს გადავლახავთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია მთლიანად სიცოცხლის განმავლობაში გავთავისუფლდეთ ამ ჩვევისგან.
ასევე რეკომენდირებულია, რაც შეიძლება მალე ადრეულ ასაკში დაანებოს თავი ადამიანმა. თუმცა მე მყოლია მოხუცი პაციენტებიც, რომელთაც თვეობით შეიძლება გაუხანგრძლივდეთ სიცოცხლე. მაშინ, როდესაც თუ სტატისტიკურად ესე არის დათვლილი, თუ 30 წლამდე, 32 წლამდე ანებებს ადამიანი თავს სიგარეტის მოხმარებას, ან სხვა პროდუქტების მოხმარებას, მას შეუძლია, რაც დაბადებიდან ქონდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა განსაზღვრული, აი უნდა ეცხოვრა თქვათ მის ორგანიზმს თქვათ 80-90 წელი სიტყვაზე, აი ამ ფუნქციის აღდგენა შეუძლია ორგანიზმს, ნახეთ, და დაბრუნება იმდენად შეუძლია ორგანიზმს თვითონ აღიდგინოს ეს ძალები, გაწმინდოს ორგანიზმი და ასე შემდგომ, ეს რა თქმა უნდა რთული პროცესია და ხანგრძლივადიანი პროცესია, მაგრამ როგორც გითხარით, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს და არ უნდა დაველოდოთ ჩვენ კრიტიკულ მომენტს, როდესაც უკვე სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდები და მე ექიმი ანუ ვინმე სპეციალისტი გვირჩევს, რომ რატო მიიყვანეს შენი თავი აქამდე სწორედ ამ თამბაქოს მოხმარების გამო. სხვათა შორის ერთ-ერთი დაზარალებული ჩემი ოჯახიც არის ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ მამა იყო ძალიან ესეთი ძლიერი მწეველი, სამკოლოფს ეწეოდა დღეში, 37 წლის ასაკში დაუდგინდა ხორხის კიბო. მესამე სტადია. მაშინ უშველეთ, რა თქმა უნდა, 80-იანი წლები იყო დასაწყისი, მაშინ ყველაზე ესეთი იყო მოსკოვი და ასე შემდეგ. ყველაზე ონკოლოგიის ცენტრი რაც იყო და იქ მოახდინეს ოპერირება, შეუნარჩუნეს ხორხი, უბრალოდ 3/4 პლატინა ქონდა, ხმაც მცირე დონეზე იყო შენარჩუნებული, მაგრამ სამწუხაროდ იმდენად ძლიერი იყო დამოკიდებულება და მაშინ ახლა ესეთი საშუალებები რაც დღეს გვაქვს, არ არსებობდა, რომ გააგრძელა კვლავ მოწევა. ვერ შეძლო ამ ჩვევის, ესე ვთქვათ, უკან დაბრუნება. და მერე კი შეამცირა რაღაც რაოდენობით, თუმცა მერე უკვე განვითარდა ორჯერ მიკროინფარქტი და ინსულტით ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ანუ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, მე ვერ ვიტყვი რომ ზუსტად 100% ეს, მაგრამ ექიმებმაც მაშინ და მთავარი ერთ-ერთი ფაქტორი ზუსტად იყო მის მიერ თამბაქოს ინტენსიური მოხმარება და ერთ-ერთი მსხვერპლი და ადრეული ასაკიდან წარმოიდგინეთ თქვენ 37 წლის მამაკაცი, მე მაშინ სადღაც მე-6 კლასში ვარ. მთელი ოჯახი დაზარალდა მთლიანად და მას შემდგომ საშუალო შეძლების ოჯახი ვიყავით, მას შემდგომ რეალურად ჩვენ გავხდით ღარიბები. წლების განმავლობაში საკმაოდ მძიმე სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაში ვიყავით, იმიტომ რომ მამას ფიზიკურად აღარ შეეძლო მუშაობა. ხო ხვდებით, ანა? და დედას მოსამსახურის შემოსავლებზე ვიყავით და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. მოკლედ ეს ისტორია აღარ მინდა რომ განმეორდეს ვინმე სხვასთანაც და ჩემს ირგვლივაც რამოდენიმე ჩემს ახლო მეგობარსაც 50 წლის მამა ფილტვის კიბოთი დაეღუპა იქეთ ადრეულ ასაკში, მოკლედ რომ მიმოვიხედოთ, აღმოვაჩენთ მართლა ისეთ ადამიანებს და საერთოდ ერთი ჩემი მეგობარი იყო ქუთაისში ჩვენი ბინის უკან ცხოვრობდა, მამა დაიღუპა ადრეულ ასაკში, 60 წლამდე იყო ფილტვის კიბოთი და რამოდენიმე წელიწადში დაიღუპა მისი მეუღლეც, რომელსაც არასდროს არ მოუწევია თამბაქო. ასიური მწეველი იყო. სახლში ეწეოდა და ამ კვამლის გამო, სწორედ ასიური მწეველობის გამო წარმოიდგინეთ, მასაც განუვითარდა ფილტვის კიბო. სამწუხაროდ და ისიც ადრეულ ასაკში დაიღუპა. ამიტომ, როდესაც ჩვენ იმითაც ამ შემთხვევაში შემიძლია ერთი რაღაც თქვა, რომ რაც მოვახერხეთ 2017 წელს, როდესაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა, ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. ამას ჩვენ მოვუნდით დაახლოებით 15 წელი. 15 წელი ვიბრძოდით ამისთვის, რომ იქედან მამაჩემის, ჩემი ახლობლების და მეგობრების ისტორიებიდან გამომდინარე, ყველანაირად ვცდილობდით ყველა დონეზე, რომ რაღაცნაირად ეს ქცევა და საზოგადოების დამოკიდებულება შეცვლილიყო და მე მგონია, რომ რაღაც შევძელით ამ კუთხით. და ხო, იმიტომ რომ ეს რთული პრობლემაა. 33% იყო მოსახლეობაში მწეველობა, დღეს არის 26%. ეს საკმაოდ კარგი შედეგია, მაგრამ უფრო მეტი გვინდა, რა თქმა უნდა. მაინც მგონია, რომ არ არის ცნობიერება ამაღლებული, იმიტომ რომ ხა ცოტა ხნის წინ არ დავასახელებ ძალიან ცნობილი სერიალია. ახალგაზრდები თამაშობენ და სხვათა შორის ძალიან ბევრი ისეთი კარგი თემები განიხილება, კარგში ვგულისხმობ ჯანსაღიც და ნუ ისედაც აი რაღაც თქვათ დამოკიდებულებები, რაღაც სტერეოტიპებს ანგრევენ და მომწონს ესე. მაგრამ უცბად არის ესეთი სცენა, სადაც ექიმი ეწევა ვეიპს.
დემონსტრაციულად და ექიმის თანაშემწეც. ხო და აი ეს უკვე ძალიან არ მომეწონა, იმიტომ რომ მგონია რომ 2025 წელს ამას არ უნდა აკეთებდნენ, რაც თქვა 70-იანებში ამერიკაში კეთდებოდა, რომ ექიმის კაბინეტში სიგარეტს ნონსენსი, არაეთიკური, უკანონო ქმედებები, რომლებსაც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ინტენსიურად აქვს ადგილი. თქვენ არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ რეკლამის, ესე ვთქვი, პირდაპირი რეკლამის ნაწილია. ამ პროცესში არიან ჩართული ექიმებიც. ხო, ძალიან ცუდი. რომლებიც პროპაგანდას იქეთ უწევენ ამ ახალ ლეტალურ პროდუქტებს, პირდაპირ ვიტყვი. ახალი ლამაზად შეფუთული, სხვადასხვა გემოებით და არომატებით შეფუთული, ესე ვთქვათ, მომაკვდინებელი შხამების მთელი კონგლომერატი და ვინ თავაზობს ამას? ექიმი? სერიალში ესე არა, მაგას ვამბობ, სერიალი გასაგებია, მე გეუბნებით ფიზიკურადაც, ნახეთ. ფიზიკურადაც, ხო? ჯანდაცვის ყოფილი მინისტრები. მინისტრის მოადგილეები, ცნობილი ექიმები არიან, იყვნენ ყოველ შემთხვევაში ჩართულები, ეს ცნობილი ექიმები, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე ჩამოშორდნენ, რომ მიხვდნენ და ამის უკან იყო კონკრეტული თამბაქოს ინდუსტრია, რომლის ინტერესებში იყო მისი ახალი პროდუქტების რეკლამა, პოპულარიზაცია, რა თქმა უნდა, უკანონო. აი ხა კარგად ავხსნათ. კი ბატონო. აი რა განსხვავება ამ პროდუქტებს შორის? არის ამ პროდუქტებს შორის? და არის თუ არა განსხვავება და ის მითები, რაც არსებობს და რითაც ახდენენ ამ ხალხის მე ავდგები ვეიპს მოვწევ, ან თქვა ელექტროსიგარეტს და დავანებებ სიგარეტს თავს. ესეთი მითი არის და რომ მოგვიყვეთ ამის შესახებ. ხა რა ხდება? ელექტრონული სიგარეტი 80-იან წლების დასაწყისში შეიქმნა ჰონგ-კონგში, ჩინელებმა გამოიგონეს, მას ის დიდი გასაქანი არ ჰქონდა, მაგრამ ბოლო პერიოდში უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში რო ჯული გამოიგონეს, მე აქეთ უკვე ერთმა კომპანიამ შეისყიდა, არ მინდა ამ კომპანიის დასახელება, იმიტომ რომ ის არის ლიდერი ამ ბაზარზე. და არ გვინდა რეკლამის გაკეთება. რეკლამა ერთია და მეორე ახდენს აბსოლუტურად ლობირებას უმაღლეს დონეზე. და ამ პროდუქტების, ესე ვთქვათ, უკანონო პოპულარიზაციასაც ეწევიან, რა თქმა უნდა. და გარკვეული რეგულაციებიდან ამ პროდუქტების ამოღებასაც ახერხებენ. ახლა რა მოხდა სინამდვილეში? 2020 წელია, მანამდე 2017 წელს შეიტანა ამ კომპანიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ რეკლამის ნებართვა მიცემოდა ისე ახალ პროდუქტებს რეკლამას ვერ მიცემდნენ, თუ FDA-ის გადაწყვეტილება არ იქნებოდა. 3 წლიანი, ესე ვთქვათ, ფეხის თრევის შემდგომ პირდაპირ ვიტყვი, FDA-მ მიიღო გადაწყვეტილება და დართო ამ პროდუქტს რეკლამირების უფლება. ოღონდ ჩაწერა იქ, რომ არც ერთ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კომპონენტის, მაგალითად ტოქსინების და კანცეროგენების კონცენტრაცია არის უფრო ნაკლები, ვიდრე თამბაქოს კვამლშია, ეს არ გამოიყენოთ იმისთვის, რომ ეს არის ნაკლები ზიანის მომტანი, ან უსაფრთხო პროდუქტი. ეს იყო ცალსახად მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად მე აღმოჩნდა, რომ ლობირებული იყო და როგორ აღმოჩნდა. ის კაცი, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და FDA-ში, ანუ ამერიკის წამლის და სურსათის სააგენტოში თამბაქოს მიმართულების და კვლევების დირექტორი გახლდათ, ეს პატიცემული ბატონი ვიცე-პრეზიდენტად გადავიდა თამბაქოს ამ კომპანიაში. უახლოეს პერიოდში. ამით დადგინდა ეს კავშირი, რომ იყო რაღაც, ესე რომ ვთქვათ, ალბათ ფინანსური ინტერესი და ეხლაც მიმდინარეობს მოკვლევა ამ კაცის არაეთიკურ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. ეხლა რა ხდება საქართველოში? უკვე 2020 წლის ივლისში რო FDA მას გამოაცხადა, 7 ივლისი იყო, 8 ივლისს ეს კომპანია საქართველოში აცხადებს, რომ აი მე ბაზარზე შემომაქვს ეს ახალი გასახურებელი პროდუქტი, წარმოიდგინეთ, უკვე დაანონსა, დაიწყეს ამის პოპულარიზაცია და რამოდენიმე თვეში უკვე შემოდგომაზე უკვე მასიურად შემოიტანეს. და ამას მოყვა უკვე უკანონო პოპულარიზაცია და რატო უკანონო? 2018 წელს, როცა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში აიკრძალა მოწევა და ასე შემდგომ, ასევე ავკრძალეთ ამ ლეტალური მათ შორის ახალი პროდუქტების და ამ თამბაქოს პროდუქტების ჩამონათვალში შევიდა გასახურებელი თამბაქოს პროდუქტიც, ელექტრონული სიგარეტის და ყველა ეს პროდუქტი აბსოლუტურად. საგეჭი და საწუწუნი და ასე შემდგომ ისედაც შეყვანილი იყო, მაგრამ ახალი ტიპის პროდუქტები არ იყო ამ ჩამონათვალში და 2018 წლიდან ჩვეულებრივად ის რეგულაციები მოწევასთან დაკავშირებით, რეკლამასთან დაკავშირებით და ასე შემდგომ ვრცელდება ამ ახალ პროდუქტებზეც. ანუ მათი მარკეტინგი არის წესით და კანონით აკრძალული. და დაიწყეს, რა თქმა უნდა, იქ სხვადასხვა მედია საშუალებების მოსყიდვა, დაფინანსება უკანონოდ, რა თქმა უნდა. და ეგრეთ წოდებული თამბაქოს ზიანის შემცირების კუთხით დაიწყეს პოპულარიზაცია თემის.
და ჩარტეს როგორც გითხარით საკმაოდ ცნობილი ხა მე არ დავასახელებ, იმიტომ რომ ჯერ ერთი ამ ექიმებს პიროვნულად ვცემ პატივს და პირადად მაქვს ხოლმე კომუნიკაცია და მათ მართლა რამოდენიმე თვეში როგორც კი აღმოვაჩინეთ ჩვენ მათი ურთიერთობები ინდუსტრიასთან და აუხსენით სიტუაცია, შეწყვიტეს ეს ურთიერთობები, მაგრამ ამ პროცესში ვინც ეხლაც დღესაც არის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრები. არ მინდა ეხლა მათ კიდე სახელების დასახელება, მათ შორის 3 ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი. უამრავი ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. წარმოიდგინეთ თქვენ პირები, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მუშაობდნენ და იმის გაგება არ აქვთ ვითომ, ამას ვიტყოდი, რომ რას აკეთებენ, ხო? და წამლავენ ვის? პირველ რიგში სამედიცინო პერსონალს. დაიწყეს მათი მოსყიდვა. პირდაპირ ესე რომ ვთქვათ, ჯერ ტრენინგების საშუალებით მე თვითონ ატარებდნენ ტრენინგებს და უხდიდნენ ფულს, მე ინტერვიუს მიცემდნენ, ამაში ფულს უხდიდნენ და დაიწყეს როგორც გითხარით ამ კუთხით პოპულარიზაცია და დაიწყეს ჯერ ვიწრო სპეციალობის სპეციალისტებიდან, შემდგომ გადავიდნენ ოჯახის ექიმებზე და მე ყველაზე უფრო მოწყვლადი ასევე სტომატოლოგები ხო, რომლებთაც უამრავი პაციენტი ყავთ. წარმოიდგინეთ ახლა თქვენ წეველი ხართ, იცის რა თქმა უნდა ექიმმა და გეუბნებათ, რომ აგერ გვაქვს ზიანის შემცირების პროდუქტი, ნაკლები ზიანის შემცველი ყოფილა თურმე, გესმით? და მოდი გადადი შენ ამ პროდუქტიდან ამ ახალ პროდუქტზე. ეხლა რა აღმოჩნდა? როცა თვითონ FDA ცალკე გამოკვლევას არ აკეთებს, ენდობა ამ კომპანიების მიერ შეტანილ ინფორმაციას და კვლევის მონაცემებს, ანუ ლაბორატორიული კვლევის მონაცემებს. როცა დამოუკიდებელი კვლევა ჩატარდა, აღმოჩნდა, რომ 35 კომპონენტის შესახებ ინფორმაცია არ იყო წარდგენილი FDA-ში. ამ 35-დან 22 ორჯერ აღემატებოდა თამბაქოს კვამში არსებული ტოქსინების და კანცეროგენების რაოდენობას და 7 მათგანი აღემატებოდა 10-ჯერ. რომელი ზიანის შემცირებაზე ვსაუბრობთ, ხო? ანუ ჭყალები გაიხსნა ამ შემთხვევაში და რეალობა გამოჩნდა, რომელიც 10 წლების განმავლობაში ყველა მიცის თამბაქოს ინდუსტრიის ქცევა. რომლებიც ყოველთვის მალავდნენ ინფორმაციას. გახსოვთ ალბათ ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც სასამართლო პროცესები მიდიოდა ბიბლიაზე დაფიცებით, თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეს პროდუქტი დამოკიდებულებას არ იწვევს. გახსოვთ ალბათ ეს ისტორიული სცენა, ხო? ეს კასკადი და თქვენ გაგახსენდათ სწორად 70-იანი წლები, მაშინ იყო სლიმ სიგარეტების, ანუ ნაკლები ნიკოტინის და ნაკლები კუპრის შემცველი წვრილი სიგარეტების რეკლამაში ჩართეს ექიმები. ექიმები პირდაპირ უწევდნენ ამას რეკლამას. ეხლა გვაქვს დეჟავიუ. დავბრუნდით 70-იან წლებში, საქართველოში ასეთი რამ ისტორიაში 35 წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ მომხდარა, როდესაც ექიმი გამხდარიყოს ამ ლეტალური პროდუქტის პრომოუტერი, პოპულარიზატორი. ეს არის როგორც ვთქვით, არაეთიკური, ასევე რა თქმა უნდა დანაშაული სამართლებრივი თვალსაზრისით, ხო? უბრალოდ ამ პოლიტიკურ ამბებზე სასაუბროთ აქ არ მოვსულ ვარ, მაგრამ ეს საზოგადოებისთვის არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, რომ აეხილოს თვალე საზოგადოებას განსაკუთრებით ჩვენ შვილებს. რომელთა მშობლების გარკვეული ნაწილი არის უპასუხისმგებლო და რას ნიშნავს ეს უპასუხისმგებლობა? ხშირია შემთხვევები, ახლა ჩვენც რო ვაკვირდებით, იგივე სკოლაში იყო რამოდენიმე ათეული შემთხვევა, როდესაც ბავშვები გაკვეთილის განმავლობაში ეს ელექტრონული სიგარეტი მაგალითად არ ჩანს, ხო? დიდი არ არის მოცულობაში, ისეთი მძაფრისუნი არ აქვს და კვამლიც დიდი არ არის. ათავსებენ ხელის გულში, ხო? და ჩვეულებრივად გაკვეთილის განმავლობაში ჩუმჩუმა ეწევიან. მასწავლებელმა შეამჩნია, დაიბარა მშობელი და მშობელმა იქეთ მიაყენა შეურაცხყოფა მასწავლებლს. შენ ვინ გეკითხება, ჩემი შვილი, რას მე დავრთენება. ეს ნამდვილი ამბავია. ნამდვილი ამბავია და ნამდვილი ამბავი კიდე მეც შევესწარდა ჩვენი მონიტორები. საოჭრო ობიექტში მამა ურჩევდა 12 წლის გოგონას არომატებს. რა თქმა უნდა, გამყიდველმა თვითონ ბავშვს არ მიყიდა პროდუქტი, მაგრამ მამა მიყიდა ჩვეულებრივად. და თქვენ ვინ გეკითხებათო და იყიდა ხა ის წინააღმდეგობას ვერ გაუწევდო, იმიტომ რომ მამა სრულწლოვანი იყო. და მე რა თქმა უნდა შვილს გადასცემდა, ხო? ანუ ეს არის და თქვენი არხით სწორედ ამას ემსახურება, რომ საზოგადოებაში შევიტანოთ ცნობიერება, რომ ეს პროდუქტები არანაკლები ზიანის მომტანია ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი და რითი ვამტკიცებთ. მე ხო ამას ის სიტყვებით არ ვამბობ. ამის უკან დგას მტკიცებულებები. გასულ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის უნივერსიტეტში პროფესორების ჯგუფმა შეისწავლეს მეტაანალიზი ნიშნავს, რომ უკვე 10 წლების განმავლობაში დაგროვებული სამეცნიერო კვლევების გაანალიზება მოხდა.
და როცა შეადარეს, უკვე ელექტრონულ სიგარეტებზე ვსაუბრობ. როცა შეადარეს ელექტრონულ სიგარეტებთან ასოცირებული დაავადებები, ჩვეულებრივ სიგარეტთან ასოცირებული დაავადებებთან არანაირი განსხვავება არ აღმოჩნდა. არ აღმოჩნდა, მეც ესეთი. ანუ ის დაავადებები, რასაც იწვევს ჩვეულებრივი სიგარეტი, ასევე ასოცირებულია ელექტრონულ სიგარეტის მოხმარებასთან და უფრო მეტიც. არის ეგეთი ტიპის დაავადება, რომელშიც რა თქმა უნდა აკრძალული ნივთიერებები ურევია, მაგრამ ეხა ზოგიერთ შტატში არ ითვლება აკრძალულად, მაგალითად მარიხუანას ჰიდროკანაბინოლის ვთქვათ შემცველობა, ხო? ჰიდროკანაბინოლთან ერთად ვიტამინის სიმბიოზმა გამოიწვია რა? ფილტვების შეუქცევადი დაავადებები და 2019 წლიდან დაიწყო მასობრივად ახალგაზრდების სასწრაფო გადაუდებელი დახმარების, ესე ვთქვათ, სერვისებში გადაყვანა. და რა მოხდა? ესე იგი, რამოდენიმე დღეში დადგა ლეტალური შედეგი. ანუ ამ შემთხვევაში სპეციალური ფისოვანი პარკები წარმოიქმნებოდა, უკვე უჭირდა საკმაოდ გაძნელებული იყო სუნთქვა და იმდენად შეუქცევადი იყო და სწრაფად ვრცელდებოდა თვითონ ეს დაავადება, რომ ექიმებმა ვერაფერი ვერ ქნეს. ამიტომ ამ დაავადებას და ამ სინდრომს დაარქვეს ევალი ნიშნავს ელექტრონული სიგარეტისაგან და ვეიპებისგან, e-cigarettes and vapes, ხო? ელექტრონული სიგარეტებისაგან და ვეიპისაგან გამოწვეული ფილტვის დაზიანება. ანუ დიაგნოზია ეს ესე. დიაგნოზი ახალი ტიპის 2019 წელს მოხდა ამის რეგისტრირება. და კიდე მეორე სახეობა არის პოპკორნის ფილტვს ვეძახით, როდესაც ალვეოლები იკეტება და საცობები წარმოიქმნება და უკვე უჭირს სუნთქვა ადამიანს და თუ სწრაფად და ესე ვთქვათ გადაუდებლად არ მოხდა დახმარება, შეიძლება გაიგუდოს ადამიანი და გარდაიცვალოს. ასეთ უკვე ასეულების შემთხვევაში დიახ. ანუ ესე იგი, სუფთა თამბაქო რო ავიღოთ, რომელსაც ახვევენ სიტყვაზე და ელექტრონული სიგარეტი. და როგორია თქვათ, რომ ელექტრონული სიგარეტი უკეთესი არჩევანია, თქვათ ეს სუფთა თამბაქო გამოდის უკეთესი არჩევანი, როგორ არა, უკეთეს არჩევანზე არ ვსაუბრობთ. არა, არც ერთ შემთხვევაში. მე რას ვამბობ, ნახეთ და ეს ანალიზიც რატო მოვიტანი. ანუ ის დაავადებები, ნახეთ, არ არსებობს, ნახეთ, უსაფრთხო დოზა კანცეროგენების, ანუ კიბოს გამომწვევი აგენტების, ხო? და ტოქსინების, რომელთა კონცენტრაციის დონით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უსაფრთხო ნაკლები ზიანის მომტანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ეს ეხება როგორც ჩვეულებრივ სიგარეტს, ასევე გასახურებელ თამბაქოს და ელექტრონულ სიგარეტს. რატო? ეხლა ინდუსტრიები რითი მანიპულირებენ კიდე. გასახურებელ თამბაქოზე მანიპულირებენ იმით, რომ ეს პროდუქტი არ იწვისო, არამედ ხურდებაო და თუ წვის შემთხვევაში 700 გრადუსი გვაქვს ტემპერატურა, ამ გახურების შედეგად გვაქვს დაახლოებით 350 გრადუსი და 350 გრადუსზე როცა ხურდება, ვთქვათ, ფოთოლი იქნება თუ ნებისმიერი ნივთიერება, წარმოქმნის ჩვეულებრივად ტოქსინებს და კანცეროგენებს. და თითქოს არ არის. 110 გრადუსზე ზემოთ თუ კი ეს ნივთიერებები ხურდება, თუ ცხელდება, თუ იწვის, არ აქვს მნიშვნელობა ამ მეთოდებს. პიროლიზის ძალიან ელემენტარულია, ხა სკოლაში ქიმია ყველას გვისწავლია, პიროლიზის ქიმიური პროცესია, რომელიც უსაფრთხო და წყნარ და იგივე გლიცერინი, რომელიც გამხსნელია ელექტრონულ სიგარეტში, ხო? ან გლიკოლი გამხსნელია. ეს ერთი შეხედვით ცივ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, უსაფრთხო კი არა, სამედიცინო მიზნებითაც ვიყენებთ, ხო? გახურების შედეგად, გაცხელების შედეგად გარდაიქმნება შხამებათა 100 გრადუსის ყოფნის ამისთვის. 100, ხო, დაახლოებით ნიტო გითხარით 100 გრადუსის ფარგლებში და ეს ტემპერატურა გვაქვს ჩვენ 100 კი არა, 350 გვაქვს გასახურებელ თამბაქოში და დაახლოებით 150 გვაქვს ელექტრონულ სიგარეტში. ანუ მითებია ეს. რა თქმა უნდა, მითებია. სამწუხარო ფაქტია, გარდა ექიმებისა, საკმაოდ ცნობადი სახეები არც მაგათ სახელებს ჩამოვთვლი, მაგრამ უკვე ათეულობით არის და საკმაოდ დიდ ანაზღაურებას იღებენ იმაში, რომ ჩვენი ბავშვები და ახალგაზრდები გახდნენ დამოკიდებული ამ ახალი ტიპის ლეტალურ პროდუქტებზე. 20-30 ლარია მათი საზღაური. იმის ნაცვლად, რომ ათასობით ბავშვი გახდეს ამ ნარკოტიკზე დამოკიდებული და დაეზიანონ ჯანმრთელობა. და ეხლა გადავალ იმ თემაზე, რაც გითხარით, რატო არის უფრო მეტად საშიში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება? ქცევის თვალსაზრისით. ჩვენ ხავთ გით 4 დამოკიდებულება. მეორე დამოკიდებულება არის ერთ-ერთი ურთულესი ქცევის შეცვლა. ანუ ქცევითი დამოკიდებულება. ანუ ეს ჩვევა, რომელსაც ვერ იშარებს ადამიანი თავიდან ადვილად. სიგარეტის შემთხვევაში იცით, რომ გარკვეული პერიოდულობით ეწევა ადამიანი, ხო, საათში ერთხელ საშუალოდ და თავის რიტუალი აქვს და ეს 2-3 წუთში მთავრდება. ელექტრონული სიგარეტი აქვს სულ ხელში. სულ ეკაჩებიან. ფსიქოზის ახალი სახე ჩამოყალიბდა და ქცევითი უძლიერესი მიჯაჭვულობა. თუ სიგარეტის შემთხვევაში ჩვენ თქვით, რომ 1 წელია საკმარისი, რომ თქვათ ეს ქცევითი მიჯაჭვულობა და გადააგდო,
ელექტრონული სიგარეტის შემთხვევაში, როდესაც 10,000-ობით მოქმედებას აკეთებ დღის განმავლობაში და პირობით რეფლექსზე უარეს მდგომარეობაში გაქვს მოტორიკა, ფაქტიურად შეუძლებელია მასზე თავის დანებება. ეს შემიძლია პირდაპირ განვაცხადო. როგორც თამბაქოზე თავის დანებების სპეციალისტი. ამიტომ არის უსაშიშესი ელექტრონული სიგარეტზე დამოკიდებულება. მერე ვეღარ აგდებ და ის არის ერთ-ერთი კიდე ასევე ჩამონაცვლებელი. თუ ვერ პოულობ ელექტრონულ სიგარეტს, იმიტომ რომ ერთჯერადები და მრავალჯერადები მაინც ასე თუ ისე ფასით, ასე თუ ისე განსხვავდება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები, თქვა, ჯგუფურად ყიდულობენ და იზიარებენ, რაც გარკვეულად კიდე ცალკე ინფექციების გავრცელების საფრთხეს ქმნის და ასე შემდგომ, ხო? და ეს ბავშვები ხდებიან დამოკიდებული და გადადიან სხვა ტიპის, ესე რომ ვთქვათ, როგორც თამბაქოს პროდუქტებზე, ასევე მერე უკვე ნარკოტიკებზე. ანუ ეს არის გარკვეული კარიბჭე და ესე დამტკიცებულია სამეცნიერო დონეზე. და ამიტომ კიდე ერთხელ თქვენი ეთერითაც ყველა ეთერით სარგებლობის დროს ამას მოუწოდებ ხოლმე მშობლებს იყვნენ ძალიან ყურადღებით. იმიტომ რომ რთულია რა თქმა უნდა შემჩნევა არომატების და კვამლის დიდი გამონაბოლქვი არ არის ამის გამო და ამიტომ კიდე ერთხელ მოუწოდებ რომ არც ერთ შემთხვევაში თუ კი ეს მოხდა რომ დააფიქსირეს ხო ჯერ თუ არ უნდა დაიწყოს არავინ არც ერთი ტიპის პროდუქტის მოხმარება ეგ ცალსახად მაგრამ ვიც უკვე მომხმარებელია ყველა მიზეს გარეშე ყველანაირად შეეცადონ რომ რა თქმა უნდა ხა ძალადობას და იმას არ უნდა კონდეს ადგილი და მე როგორც სპეციალისტი მზად ვარ როგორც ყოველთვის უფასოდ დავეხმარო ასეთ ადამიანებს. ცხელი ხაზის ნომერიც არსებობს 116-001 ეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქვეკონტრაქტორები არიან ფსიქოლოგთა საკმაოდ კარგი პროფესიული ჯგუფია უფასო ტელეფონია იქაც პროფესიონალებთან დაკავშირება შესაძლებელია და ისინი ასევე დისტანციურად გასცემენ ამ კონსულტაციებს და რა და როგორ უნდა გავაკეთოთ და ყველანაირად მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ჩვენ შვილები. ამიტომ ხა საკანონმდებლო დონეზეც ვაპირებთ შესაბამის აქტივობებს, არ მინდა ხა წინათ ამის თქმა, იმიტომ რომ ბევრი ქვეყანა მათ შორის დასავლეთში, ევროპის ქვეყნებში, როდესაც შეხედეს რომ ბავშვებში საკმაოდ მზარდი იყო ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტების გამოყენება, ჩვენთანაც უკვე სტატისტიკურად ესპადი არის ეგეთი ევროპული კვლევა ალკოჰოლის და სხვა ნარკოტიკებზე ბავშვების დამოკიდებულების 15-16 წლის ბავშვებზე ელაპარაკი. 2019 წელს საქართველოში 15-16 წლის ბავშვების 7% მოიხმარდა ელექტრონულ სიგარეტს. 2024 წლის მონაცემებით უკვე 15%-ზე მეტ მოიხმარს. ორჯერ და მეტად გაიზარდა ელექტრონული სიგარეტის მოხმარება. სწორედ იმის გამო, რომ არაკეთილსინდისიერად და უკანონოდ იქცევა ზოგიერთი ცნობადი სახეები, როგორც გითხარით, ასევე ის ბატონები, რომლებზეც ვამბობდა, რომლებიც ასე რომ ვთქვათ, თამბაქოს ინდუსტრიისგან პირდაპირ ფინანსდებიან და შესაბამისად, ამიტომ მოუწოდებთ საზოგადოებას, რომ ამ კუთხით არ წამოიგონა ანკეს და დავიცვათ მაქსიმალურად ჩვენ შვილები და როგორც გითხარით, ბევრ ქვეყანაში აიგზავნა ეგჯერადი ელექტრონული სიგარეტები. მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის რამოდენიმე ქვეყანაში. და ჩვენ ფაქტიურად დავაგვიანეთ, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ 15% არ გვექნებოდა, რომ არა ჩვენ ბოლო 3 წელი ამაზე გავყვირი ვართ, მოკლედ ეს ამის თქმა მინდა, მაგრამ სამწუხაროდ ჯეჯერობით არ მოხდა პოლიტიკის დონეზე. ანუ ვერ აღიქვამს საზოგადოება, რომ სიგარეტი არის იგივე ნარკოტიკი. ეს არის პრობლემა. ძალიან სუბუქად უყურებენ და რატო გეტყვით ეხლა. ნახეთ, სიგარეტის მოხმარების შედეგად საქართველოში ჩვენ გვეღუპება ყოველწლიურად დაახლოებით 11,000 კაცი. ეს არის რომ წარმოვიდგინოთ ბორჯომის ტოლი მოსახლეობა. ამ ყვადაღებულ მშვიდობიანობის ესე რომ თქვა თემას რო გამოვეხმაუროთ. 11,000 ადამიანი მშვიდობიანობის პერიოდში ყოველგვარი ეპიდემიების და ომების გარეშე გვეღუპება ბორჯომის ტოლა მოსახლეობა ყოველწლიურად. უმძიმეს დემოგრაფიული პრობლემების მქონე ქვეყანაში. და ამის აღქმა არც საზოგადოების დონეზე, არც პოლიტიკის დონეზე სერიოზულად არ ხდება. და რატო? რატო და როგორც თქვით, როგორც ეს ყოფილი მინისტრები მოისყიდეს და ესე რომ ვთქვათ, ცნობილი ექიმები მოისყიდეს და ჟურნალისტები მოისყიდეს და ცნობადი სახეები, ისე ყიდულობენ ალბათ ჩვენი მოსაზრებით პოლიტიკოსებსაც და გაჩერებულია ეს პროცესები, ხო? თუ ეს ასე არ არის, ჩვენ ხო ალბათობას და ამ შემთხვევაში აზრს გამოვხატავთ, ხო? მაშინ გვაჩვენონ ეფექტური ზომები, რომლებსაც ვთავაზობთ წლების განმავლობაში. და დადგა ის დრო, როდესაც გადამჭრელი ზომები გამოვიყენოთ ამ ახალ პროდუქტებთან მიმართებაშიც. რა თქმა უნდა.
ასევე ადმინისტრების სისტემებიც არის, ეხლა არ მინდა კონკრეტულად უკვე სახელმწიფო სტრუქტურების დასახელება, რომლებთანაც ესე ვთქვათ, კარგად თანამშრომლობდით, მაგრამ ბოლო პერიოდში მათაც მოადუნეს ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ ასეულობით დარღვევის შესახებ ვაწვდით ფაქტებს, არ ხდება მათზე რეაგირება, განსაკუთრებით ინტერნეტში, როდესაც არის რეკლამა პოპულარიზაცია. რეკლამა პოპულარიზაცია ამ პროდუქტების არის ასევე აკრძალული ინტერნეტის საშუალებითაც. ნახეთ და ციფრული მედიის საშუალებით. თქვენი კოლეგები ზოგიერთი აქვს გადაცემები, სამხიარულო გასართობი გადაცემები და წინ ულაგიათ ელექტრონული სიგარეტის ნაირსახეობები და სტუმრებს თავაზობენ გასასინჯად. ეს არ ვიცი, არაფერში არ წერია ესეთი მოქმედება. რა უნდა გადაგიხადონ შენ იმაში, რომ ახალგაზრდა კაცი ხარ, რა ვინც ახარ წამყვანი და ავტორი, ხო? არ მინდა ეხლა კიდე მაგის დასახელება, სახელი და გვარის, რომ ბავშვები და ახალგაზრდები გახადო დამოკიდებული ამ ლეტარულ პროდუქტზე. რა თუნდა გიღირდეს, ხო? გეთანხმებით. არ ვიცი, ამის იქეთ ხა ყველას თავისი სინდისი და ნამუსი აქვს, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი და ყველაფერს აქვს წითელი ხაზი, ხო? არ შეიძლება ყველაფრის გამო წახვიდე რაღაც ესე რომ ვთქვათ დათმობებზე, როდესაც ბავშვებს და ახალგაზრდებს ეხება საქმე, იმიტომ რომ 8-9 წლის ბავშვები იწყებენ უკვე ელექტრონული სიგარეტის მოხმარებას. 8-9 წლის ბავშვები. ძალიან მარტივია მის მოხმარების დაწყება, არ ჭირდება როგორც სიგარეტს ბევრი ისინი არა აქვს იცით თქვენ და გემოების გამო. მარტივია ძალიან და უკვე დამოკიდებული რო ხდებიან, მე უკვე ვეღარ ვშველით. ამიტომ საგანგაშო ზარებია პირდაპირ შემოსარეკი მე თუ მკითხავთ რა. იმიტომ რომ მარტო ეხა თავის დანებების რეკომენდაციებით ჩვენ ვერ გავალთ ფონს ამ შემთხვევაში. აუცილებელი ამას უმაგრებდეს ზურგს, რა თქმა უნდა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, შესაბამისი საინფორმაციო საკომუნიკაციო კამპანიები, რომლებიც ჩაშლილია ფაქტიურად ბოლო პანდემიის მერე. რეალურად თამბაქოსთან მიმართებაში მძლავრი საინფორმაციო საკომუნიკაციო კამპანია ქვეყანაში არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ რესურსები იყო. პანდემიის დროს 1 მილიონი ლარი საერთოდ გაქრა უკვალოდ ამ კამპანიებისთვის, რაც იყო გამოყოფილი. რატო? ესეც კითხვა არის, ხო? და ეჭვი მაქვს, რომ თამბაქოს ინდუსტრია ასევე ცდილობს იმ სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც პრევენციაზე ორიენტირებული მოსახლეობის განათლებას და ასევე საინფორმაციო საკომუნიკაციო კამპანიებზე არ არის გამორიცხული, რომ ისინი იყვნენ ამ ყველაფრის ზურგს უკან, რომ დაბრკოლდეს ეს ყველაფერი, ნაკლები ვთქვათ, ესე რომ ვთქვათ, ამ მხარდაჭერა კონდეს სახელმწიფოს მხრიდან ამ კამპანიებს და ასე შემდგომ. ესეთი ეჭვებიც გვაქვს, რა თქმა უნდა. არის თუ არა სკოლებში სავალდებულო. მეცაც გეტყვით. ჩვენი გამოსვლები ზოგიერთ ტელეარხებზე დაბლოკილია სწორედ თამბაქოს ინდუსტრიის ფინანსური მხარდაჭერებით. კი, პირდაპირ შემიძლია თქვა. ანუ ის რომ არ გაჟღერდეს სწორი ინფორმაცია, არ მიეცეს მასობრივად მოსახლეობას სწორი ინფორმაცია, თამბაქოს ინდუსტრია ამაშიც ფულს უხდის კონკრეტულ, ხა არ მინდა კიდე ამ მედია საშუალებების დასახელება. ხა რაც შეეხება სკოლებს. სკოლებში ბევრი გვეუბნება ხოლმე რატო არ დადიხართ სკოლებში, ხა 2100 სკოლა არის. ჩვენ ჯერ ერთი ყველაზე მწირი ორგანიზაცია ვართ ალბათ არასამთავრობო სექტორში რაც არის რა ერთი თამბაქოს კონტროლის ცენტრი გვაქვს მეორე ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდი რა საკმაოდ მწირი ორგანიზაციაა და ფაქტობრივად მოხალისეობრივად ვაკეთებთ ძალიან ბევრ საქმეს მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია რომ ერთჯერადი შესვლა სკოლაში არ არის ძალიან ეფექტური და რატო გეტყვით ეხლავე ჩვენი მიდგომა არის ესეთი და ვითხოვთ სახელმწიფოსგან შესაბამის ხარდაჭერას რა თვალსაზრისით რომ უნდა გადამზადდეს პედაგოგები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები, მაგალითად სამოქალაქო განათლების სპეციალისტი, ბიოლოგიის პედაგოგი, ფიზიკური აღზრდის პედაგოგი. ესენია ძირითადი მოწყვლადი, ესე რომ ვთქვათ, ჯგუფები. ბოდიში თავად ფიზიკურად აღზრდის პედაგოგი არ ვიცი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ინსტრუქტორები თავად ეწევიან სიგარეტს ჩვენ ქვეყანაში, ამიტომ. ხო, ხა მაგას ხა სტატისტიკურად ვერ გეტყვით, მაგრამ სხვათა შორის ადრე ფიზაღზრდის პედაგოგი ბოლო 1-2 წლის უკან პედაგოგად არ ცითულებოდა. ხო, მე მგონი აღარცა საკმაოდ დაბალი დონე ქონდათ, მაგრამ კი, ეხლა უკვე ნელა მაგაზე ვეღარ ვიტყვი, იმიტომ რომ მართლა განათლების სამინისტროსთან ერთად ვიმუშავეთ, ექსპერტები ყავთ მართლა ძალიან კარგები და მათთან ერთობლივად შევძელით ის, რომ მართლა დაწყებითების პედაგოგებს ჰქონდათ ფიზაღზრდის პედაგოგობა შეთავსებული. ეხლა ცალკე არის დაწყებითებისთვის, იმიტომ რომ ადრეული ასაკიდან თუ არ მიაჩვია ამ ბავშვებს ფიზიკური ესე რომ ვთქვათ აქტივობა, ჯანსაღატკვება, ჯანსაღი ცხოვრება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ალბათობით ისინი მიდრეკილი იქნებიან სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებისადმი. მეცაც გეტყვით, დაახლოებით 15 წელია გვაქვს შექმნილი ესე რომ ვთქვათ კონცეფცია
რა დონეზე პარლამენტი, მთავრობა, ყველა დონეზე, რომ ჯანსაღი მომავალი თაობებისთვის ესე ვთქვათ სტრატეგია. რომელიც ითვალისწინებს ადრეული ეტაპიდან მე ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტი ვარ და აქედან გამომდინარე ჩვენ ვთვლით როგორც სპეციალისტი რომ ბავშვის ჯანსაღად აღზრდა ჯერ კიდე მუცლად ყოფნიდან იწყება. როდესაც წყვილი ემზადება ახალი სიცოცხლის ჩასასახად, ისინიც მზად უნდა იყვნენ ჯანსაღი მომავალი თაობების ჩასახვისთვის. ეს მთელი ფილოსოფიაა და ამას დრო ჭირდება, რომ გაიაზრონ ამ ახალგაზრდებმა და ეს შორეულ პერსპექტივა არ არის. თუმცა თუ ამის ნება იქნება, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელი. და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, მუცლად ყოფნის პერიოდს, რა პირობებშია დედა, როგორ იქცევა მამა, ან ოჯახის წევრები, რა სოციალურ-ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ გარემოშია ქალბატონი, მავნე-ჩვევებთან დამოკიდებულებები როგორია, ხო? ეხლა მე უკვე თამბაქოს სფეროდან გავდივარ, მაგრამ ამის გარეშე ეს არის აი რახან ახსენეთ ხوار გენეტიკური არის ესეთი კვლევები ჩატარებული, რომ თუ ორი მშობელი ეწევა, დიდი ალბათობით, ახლობლად 75%-იანი ალბათობა არის, რომ შვილი მოწევს. ეს არის. ერთი თუ არ ეწევა? ერთი თუ არ ეწევა, ანუ ერთი თუ ეწევა. ამ შემთხვევაში დაახლოებით 35-40%-ია ეს ალბათობა. მაგრამ ორი შემთხვევაში უფრო მეტი ალბათობა არის. შესაბამისად, ამ მაგალითს ჩვენ ისედაც ვიცით ფსიქოლოგიური მოქმედების ბერკეტებიდან გამომდინარე, ამ მაგალითს აქვს დიდი ძალა. ანუ მშობლების მაგალითს. თუ და არამწევერი მშობლების შვილები უფრო მეტად არიან არამწეველები, ვიდრე მწეველები. ჩემი მაგალითი როცა მოვიყვანე, მე რა თქმა უნდა, იმდენად მაწუხებდა ეს თამბაქოს კვამლი, რომ საკმაოდ ისეთი ის მქონდა განწყობა. მერე უკვე მამას პრობლემები დაგვერთო და ასე შემდგომ და უკვე ცნობიერად მას შემდგომ ვარ შინაგანად ფაქტიურად ამ მოვლენების პირიქით მოხდა მესმის. ხო, მოხდა იმ თვალსაზრისით, რომ შევხედე რა შეიძლება დაემართოს ადამიანს თან ადრეულ ასაკში. ეს არ არის, ასე ვთქვათ, 80 და 70 წელი, ხო? 37 წელი წარმოიდგინეთ და ფაქტურად განაჩენი. მაგრამ მაშინ აი, მოდით ეს ამ კითხვას დაგისვამთ, რატომ არიან წეველები ეგოცენტრულები, მე ესე დავარქმევ, რომ ვერ ხვდებიან, რომ თქვათ შეიძლება პასიური მოწევით აზიანებდნენ თავის ახლობლებს. ხო. კარგი კითხვაა და რატო ახლა გეტყვით. წესით შექმნებულმა კულტურულმა განათლებულმა ადამიანმა ეს არ უნდა გააკეთოს. ვერც ერთი საზოგადოება დედამიწაზე ვერ მივიდა თვითონ აქამდე. რომ ცხვირში არ შეებოლებინა ყველაზე უახლოესი ადამიანებისთვის. ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენ შვილებზე და ახლო ოჯახის წევრებზე, ხო? და არსებობს ესეთი ბავშვთა უეცარი გარდაცვალების სინდრომი. 50% განპირობებულია იმის გამო, რომ მშობლები ბავშვების თანდასწრებით ეწევიან. ანუ მშობლები ხდებიან მიზეზი იმისა, რომ სახსალამათი ბავშვები 1 წლამდე ასაკის იღუპებიან სწორედ ამ კვამლის ზემოქმედების გამო. ეს დამტკიცებულია ყველა შემთხვევაში. ეს არის დამტკიცებული, ყველა შემთხვევაში ასეა. ანუ 50% შემთხვევაში. არის კიდე მაგალითად მუცლით წოლა და სხვა პოზები და ასე შემდგომ, მაგრამ ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ალბათობა მოდის სწორედ პასიურ მწეველობაზე, წარმოიდგინეთ. რატომ ვერ იაზრებს ადამიანი, როდესაც არის რა გითხრათ და ამიტომ ნახეთ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში 1964 წელს მთავარმა ექიმმა პირველად ესე ვთქვათ ანგარიში დადო, რომლითაც პირდაპირ მტკიცდებოდა ფილტვის კიბოსა და თამბაქოს მოხმარებას შორის 90%-იანი ესე ვთქვათ კავშირი. მას შემდგომ უკვე დაიწყო საზოგადოებამაც ამის ნენელა გაცნობიერება. ანუ ნენელა როცა წამოვიდა უკვე მტკიცებულებები მოხდა ამის საზოგადოებისთვის მიწოდება და ასე შემდგომ. ეხლა ფაქტიურად ჩვეულებრივ სიგარეტთან მიმართებაში მოსახლეობის აზრი მყარად უარყოფითია. მაგრამ იმის გამო რომ როგორც გითხარით სოციალურ მედიაში რომელიც ყველაზე მოწყვლადია ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის და ასე შემდგომ მიდის პროპაგანდა ამ ახალი პროდუქტების და თან უკანონო როგორც გითხარით, ფაქტიურად ღიარ გავა რომ ჩვენ არ დავაფიქსიროთ რომ ვიღაც ესე ვთქვათ თან იქ ბრენდი აქვს, მინიშნებული აქვს და ასე შემდგომ. პირდაპირ რეკლამაა როგორც გითხარით, რაც აკრძალულია. ამიტომ მოუწოდებ იგივე აღმასრულებელ სტრუქტურებს, რომ აუცილებლად გამოიჩინონ ამაზე ყურადღება, იმიტომ რომ მათი შვილებიც არ არიან დაცული ამ ზემოქმედების შედეგად რა. და სწორედ რეგულაციებმა გამოიწვია საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა. ნახეთ? ანუ რეგულაციები არის გამოსავალი. ნახეთ, მარტო ინფორმირებით. ყველაზე ინფორმირებული ექიმია, ხო? და 10 წლის უკან მაგალითად ექიმების 51% იყო საქართველოში მწეველი. ეხლა ცოტა სხვანაირი სიტუაცია, მაგრამ
ნაკლებია ეხლა. საზოგადოებაში იყო 33% და ექიმებს შორის იყო 51%. ეხლა ნაკლებია, მაგრამ რისი თქმა მინდა? ძალიან კარგად იციან ამ ექიმებმა, ხო, რა შეიძლება შედეგი დადგეს, მაგრამ მარტო ცნობიერება, როგორც გითხარი, არ არის საკმარისი. არ არის საკმარისი. რატო? იმიტომ რომ ჯერ ერთი ყველა შემთხვევაში 99%-ში არაცნობიერ ასაკში იწყებ, ფსიქოლოგიურად, ფიზიოლოგიურად ჩამოუყალიბებელი ადამიანი. საშუალო ასაკი არის 11-12 წელი. მაგას აქვს მნიშვნელობა რომელ ასაკში იწყებ მოწევას, აი დანებებასთან მიმართებაში? დანებებასთან მიმართებაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. დანებებასთან მიმართებაში არ აქვს. ეს კარგი ინფორმაცია. კი, სტაჟს რა თქმა უნდა გააჩნია. ზოგჯერ ნახეთ, უფრო მიადვილდება ისეთ პაციენტთან მუშაობა და უფრო კარგ შედეგს ვიღებ, რომელსაც უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვს და უკვე მოყირჭებული აქვს და ყელში ამოვიდა და მართლა უკვე გადაწყვეტილი აქვს რომ აღარ უნდა და იმიტომ რომ ის უკვე ფიზიკურ დონეზეც აწუხებს, მაგრამ აქამდე ხომ არ უნდა მივიდეთ. ჩვენ ხო გონიერი ადამიანები ვართ, ჰომო საპიენსები ვართ წესით. წესით, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ვარქმევთ ამას ნარკოტიკს, ხშირ შემთხვევაში და ავად ხარ შესაბამისად, როდესაც ხარ მწეველი. ალბათ ესეც ნუ გავკიცხავთ და არა, გაკიცხვის ხარ შორსო, პირიქით, ხო გეუბნებით, მე მზათა ვარ ყოველთვის რომ ამ ადამიანებს გვერდში უდგა და ალბათ ვერავინ ვერ ვიტყვის, ვერ იტყვის. მე მაგალითად ესე ვუყურებ, როგორც ნებისმიერ ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანი არის ავად, ზუსტად იგივენაირი პროცესი არის, როდესაც ხარ მწვავე. მეთქით ხართ, ეს არის ქრონიკული დაავადება. კი ბატონო. ქრონიკული დაავადება. და ჩვეულებრივად როგორც ქრონიკულ დაავადებას ისე უნდა მიუდგეთ ამას. კი. რაც შეეხება მეთოდებს. ხო, აი აუცილებლად თქვათ მეთოდები, რომ მარტო ისე არ გამოგვივიდეს. რომ კეთილი რჩევები აი არის თუ არა შესაძლებელი რომ თავისით ადამიანმა გადაწყვიტოს თამბაქოს დაანებოს თავი და აი რა შეიძლება გააკეთოს თუ დამარცხდა ასეც ხდება აჰა ხო უბრალოდ ზოგი მალე იღებს ამ გადაწყვეტილებას სხვა გარემოებების გამო ზოგი გვიან იღებს და გვიან უკვე საკმაოდ სავალალო შედეგებთან ვართ მისული და უკვე არ ურჩევ არავის ეხლა რაც შეეხება თავის დანებების საშუალებებს და მეთოდებს პირველ რიგში როგორც გითხარით მარტო წამლის იმედზე როგორც სიცხის დაწევის მაგალითი მოვიყვანე მე პაციენტი ვერ იქნება წამალიც მე იმ შემთხვევაში ვიყენებ, როდესაც საშუალო ან მაღალი დამოკიდებულება აქვს ნიკოტინზე და ამისთვის სპეციალური ესე რომ ვთქვათ ტესტი არსებობს, ფაგერშტომის ტესტი არის ეგეთი და რამდენს ეწევი დილას გაგვიძებიდან რამდენ ხანში ეწევი და ასე შემდგომ, მაგრამ დღის პირველ ნახევარში უფრო მეტს ეწევი თუ მეორე ნახევარში და ამ კატეგორიების და კითხვების შესაბამისად ვადგენთ ჩვენ საშუალო დამოკიდებულება აქვს, სუსტი დამოკიდებულება აქვს თუ მაღალი დამოკიდებულება აქვს. თუ საშუალოზე მაღალია დამოკიდებულება, ამ შემთხვევაში მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ შეიძლება საკმარისი არ იყოს მარტო ქცევითი კორექცია და უნდა დაემატოს მას მედიკამენტი. და ესეც გვეხმარება ძირითადად მედიკამენტი ფიზიკური აბსტინენციის, ანუ ეგრეთ წოდებული ლომკის მოხსნაში. რომელი მედიკამენტია ეს დასაკრავი პაჩები რო ეძახიან? ორი ტიპის მედიკამენტი გვაქვს. ერთი არის ნიკოტინ ჩანაცვლებითი თერაპია, რომელზეც თქვენ ამბობთ ახლა და იქ ნიკოტინის დასაკრავი პლასტირებია, ასევეა საღეჭი რეზინი, ასევეა სპრეი, ასევე ინჰალატორი, რომელსაც მაინდა-მაინც არ უწევი რეკომენდაციას, იმიტომ რომ ქცევას ინარჩუნებს. როგორც ელექტრონული სიგარეტის შემთხვევაში, ამიტომ ძირითადად ან საღეჭი რეზინი, ან პლასტირი. პლასტირი უფრო რეკომენდირებულია, იმიტომ რომ საღეჭი რეზინის დაღეჭვას უნდა სპეციფიკა, სპეციალური ესე რომ ვთქვათ, მეთოდი აქვს და ზოგჯერ ვერ ხდება მაქსიმალურად ეფექტის მიღება. ამიტომ გამოიგონეს მე პლასტირი. პლასტირი ყველაზე კარგია და სასწრაფო დახმარების ამბავშია სპრეი. ანუ ყველა საშუალება რომ მოსინჯე და ასე შემდგომ და მართლა ვეღარ ძლებ სიგარეტის გარეშე ამ შემთხვევაში შეგიძლია შეისხურო. არის ნაზალური, არის ორალური, ანუ ცხვირში შესასხურებელი, პირში შესასხურებელი. და ამას როგორც სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას ისე უნიშნავ ჩემ პაციენტებს, მაგრამ გვაქვს ასევე მედიკამენტები. ერთი ტიპის მედიკამენტი არის ურეცეპტოდ გაიცემა, სხვა დანარჩენი ორი, ორიდან ერთი საერთოდ არ არის ბაზარზე, მეორე ახლა შემოვიდა, ვერ დავასახელებ მაგაც სახელებს. იმიტომ რომ არც წამლების პროპაგანდას ვეწევით ჩვენ ამ შემთხვევაში და ფარმაკომპანიებთანაც არ გვაქვს ურთიერთობა. შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვარჩევთ ამ მედიკამენტს. ინდივიდუალურ გზას. იქამდე თუ კი რაიმე ტიპის ფსიქოაშლილობებთან გვაქვს საქმე და გადის კონკრეტულ მკურნალობას, რა თქმა უნდა, მის ექიმთან, მკურნალ ექიმთანაც გავდივართ კონსულტაციას, ისე არ ვნიშნავთ ამ მედიკამენტებს. მაგრამ როგორც გითხარით, მედიკამენტების ყველაზე დიდი ეფექტი გვაქვს მარტო ფიზიკური აბსტინენციის მოხსნის შემთხვევაში. ფიზიკური აბსტინენციის სიმპტომები რა არის, ხო?
შფოთვა, იქ აღზნებადობა, აგრესიულობა შედარებით ეს 2-3 კვირის ამბავია რა. შეიძლება უფრო მეტად აღზნებული იყო, რო გადაანებებ თავს ლომკის სიმპტომებს ვამბობ რა. და ერთ-ერთი გავრცელებული და მითია ასევე წონაში მაღალი მატება. რატო იმატებენ წონაში? იმატებენ იმის გამო, რომ ორი მომენტია მანდ. ერთი რომ საგემონო რეცეპტორები ცოცხლდება პირის ღრუში, საკვებს გემო მიეცემა და რა თქმა უნდა უფრო გემრიელი ხდება საკვები და უფრო მეტი გაქვს მოთხოვნილება და ჭამის მადა რომელიც იყო ბლოკირებული ან დათრგუნული ამ შემთხვევაში იხსნება და კვებაზე მეტი მოთხოვნილება გიჩნდება. ამიტომ აუცილებელია მე რა რეკომენდაციებსაც ვიტყვი მე რომ 1-2 თვე ეს არის საჭირო, რომ ნივთიერებათა ცვლა გადაეწყოს და დაუბრუნდეს იმ ბუნებრივს, რომელიც მოწევის დაწყებამდე თვითონ ადამიანს ჰქონდა და საერთოდ ბუნებრივად აქვს ადამიანს ნივთიერებათა ცვლა. ამისთვის რა 1-2 თვე საჭირო. ანუ მცირეულუფებით დაბალკალორიული კვება, იქ წყლის მაქსიმალურად მოხმარება, ჯანსაღკვებაზე, დიეტას სიტყვას არ ვიტყოდი. მეც ახმარობ, მაგრამ ჯანსაღკვებას ადამიანები ხშირად დიეტას ეძახიან. ხო, რა ვიცი. ამიტომ ესეც უნდა დავარღვიოთ. ჯანსაღი კვება. ამაზე უკეთესი გამოსავალი მე არ ვიცი. ანუ ბალანსირებული ჯანსაღი კვება, ოღონდ მცირეულუფებით. რომ არ მოხდეს გადატვირთვა ორგანიზმის და თუ ფიზიკურად არ ვიქენით აქტიური კიდე ის კალორიები შეგვერგებოდა. ამიტომ ფიზიკურადაც აქტიური უნდა ვიყოთ იმ პერიოდში. ანუ პარალელურად ურჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. იმ 1-2 თვის განმავლობაში მაქსიმალურად, რომ წონის მაღალი მატება არ წამოვიდეს. ზოგიერთი ძალიან ბევრი პაციენტი ვიცი, რომელიც არ იმატებს, ზოგმა 2-3 კილო შეიძლება მოიმატოს და ზოგს უნდოდეს კიდევაც ეს მომატება, საკმაოდ ესეთია. ზოგს არ უნდა ის 2-3 კილოც და ამიტომ ვეუბნები თუ არ გინდა ასე გააკეთე. და ეს უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება ზოგადად მთელი ჯანმრთელობისთვის და ასევე გაწმენდი, რა თქმა უნდა. და ის სუნთქვითი ვარჯიშები, წყლის ყოლოპყლოპად დალევა, წყალი არის უნივერსალური საშუალება, რომელსაც კალორია არ აქვს, დეტოქსიკაციაში გვეხმარება, ჭამის მადას გვიქვეითებს, მეტი რა ქნას ახლა ამ წყალმა, ხო? იმაზე მეტი უნდა მიიღო, თქვათ, ვიდრე მანამდე იღებდი. ხო, ოღონდ ნახეთ როგორ. მანდაც ახლა არ უნდა გადააჭარო. ახლა არის ბოთლებია სპეციალური იცით თქვენ საწრუპავი ბოთლები, მე იმას ურჩევ ხოლმე და ყოველთვის ხელი დაკავებული და პირის ღრუ მაქსიმალურად რო გქონდეს, გვერდზე გედოს ეს შენი მეგობარი წყალი და წრუპე ნენელა წყალი. კი, ან ჩაი იყოს, რაც გაგიხარდება, ოღონდ არ უნდა იყოს ტკბილი, არ უნდა იყოს როგორც ადრე იცით თქვენ რომ ზესუმზირას და ესე რომ ვთქვათ საღეჭე კამფეტებს ურჩევდნენ ხოლმე არ შეიძლება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა რისკია დიაბეტთან დაკავშირებული, იმიტომ რომ იქ შაქარია დიდი, აქეთ კალორიებია მაღალი. ხო, კალორიებია მაღალი, მაგაზეც ცალკე თემა არის. და შესაბამისად ვურჩევთ რომ ესენი გამორიცხონ და იმეგობრონ რა თქმა უნდა ეგ ბოსნეული ხილი ოღონ არატკბილი ვთქვათ მწვანე ვაშლი და ასე შემდგომ ხო ამათთან იმეგობრონ და ჩაანაცვლონ ესე ვთქვათ დაბალკალორიული პროდუქტებით ამ 1-2 თვის განმავლობაში და всё მოწესრიგდება უკვე ნივთიერებათა ცვლა და გარდა ამისა როგორც გითხარით დამატებით კიდევ მნიშვნელოვანია სუნთქვითი ვარჯიშები სპეციალური სუნთქვითი ვარჯიშები არ გვჭირდება ხა იოგების ესეთი არა რაღაც პირიქით თქვენი სპეციალური. კი, ღრმად როცა სურვილი მოგაწვებათ თამბაქოს მოხმარების, ღრმად ჩაისუნთქეთ 10 ჯერ და ღრმად ამოისუნთქეთ 10 ჯერ. ამით რა ხდება? ჟანგბადის მაქსიმალური მომარაგება ხდება თავის ტვინის და უკვე შეუთავსებელია ინფორმაცია თავის ტვინში, რომ ამუშავებს თავის ტვინი. დიდი ჟანგბადის მომარაგება რო ხდება, უკვე ჟანგბადით გაუხვშვებას, რასაც იწევს თქვა თამბაქოს კვამლი, ხო? უკვე იმაზე გაქვს შენ უკვე რეაქცია, ანუ აღარ გინდება. ან ყოველ შემთხვევაში ამცირებს მოთხოვნილებას. ამიტომ ღრმად ჩასუნთქვებით, წყლის ყოლოპყლოპად დალევა, ყურადღების გადატანისთვის ნებისმიერი საქმის გაკეთება, რაც იმ დროს შეგიძლია. თქვათ ოფისში ხარ, ხო? წამოდექი, ადექი გაიარე, გამოიარე, გარეთ გადი თუ ამის საშუალებაა. თორემ ელემენტარული ადგომა და ფიზიკურად ესე ვთქვათ, განძრევაც მნიშვნელოვანია და რატო? იმიტომ თუ მოდუნებული ხარ, თუ ესე ვთქვათ, ჩვეულებრივ მდგომარეობაში ხარ და წინააღმდეგობას არ უწევ ამ აზრს 2-3 წუთია კრიტიკული ამ შემთხვევაში, რომ წინააღმდეგობა გაუწიო. მე აბსოლუტურად ხრება ეს აზრი. ამიტომ თუ ოჯახში ადამიანი ურჩევ ხოლმე საოჯახო საქმე გააკეთოს, ბაღში თუ არის ყურადღების გადატანა შესაძლებელია. დახატოს, დაწეროს, გამოჭრას რამე და ასე შემდგომ. ანუ ყურადღების გადატანის უამრავი მეთოდი არსებობს ჯანსაღი რა თქმა უნდა. და თქვენ თქვით ახლა, სად შეიძლება მოგმართონ ჩვენმა მაყურებლებმა თუ აინტერესებთ. პირველ რიგში მე ურჩევდი რომ მიმართონ ცხელხას 106-001. ისინი შესაბამისად
შესაბამისად უკვე ატრანსფერებიან შესაბამის ესე ვთქვათ იმ ქედან გამომდინარე როგორი ტიპის მწეველია და არ არის გამორიცხული პირდაპირ ჩემთანაც მოხვდნენ. ეხლა მე პირდაპირ ჩემ ნომერს ვერ მოგცემთ, მაგრამ თუ ვინმე დარეკავს მაგალითად ნახეთ, თუ დარეკავს ვინმე თქვენთან სტუდიაში ან დაგიკავშირდებენ, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ რომ მისცეთ და მე დაგიტოვებთ კადრის მიღმა ამ ნომერს. თქვენი ზედაც იცით და ეგ შეგიძლიათ გადასცეთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ საჯაროდ შეიძლება მართლა ვერ აუვიდეს არებს. კი ბატონო. უღრმესი მადლობა გიორგი მოგზანებისთვის. მე მგონი კიდევ ბევრი გქონდა სასაუბრო. კი და თუ იქნება საშუალება კიდევ ვისაუბროთ. აუცილებლად უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის და იმედი მაქვს რომ დავაფიქრებთ და რაღაც უფრო მეტად ბავშვების შემთხვევაშიც თან ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხზე დაფიქრება და ცნობიერების ამაღლება. როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე სახელმწიფოს მხრიდან, როგორც თქვით. გეთანხმებით. დიდი მადლობა თქვენ და მომავალ შეხვედრამდე და მომავალ შეხვედრის დროს იმედი გვაქვს რომ უფრო მეტი პროგრესი გვექნება. კი ბატონო, უღრმესი მადლობა ნახვამდის. კარგად.